მოგესალმებით, ჩემო კარგებო. მოიცალე იმისთვის, რომ გამოვეხმაურო. მე ვფიქრობ, რომ ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს მოვლენას დღეს საქართველოში ხა ბევრი ვინმე სიჭერენ, მძიმე პოლიტიკური ვითარება არის და ალბათ კაც არ უნდა გაგიკვირდეს ვინმეს დაჭერა, ვინმეს მოკლა, ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახდა ქართულ სოციუმში. მაგრამ ერთი ოდიოზური პერსონის ირგვლივ ატეხილ აურზაურს, რომელსაც დღეს მე ვიტყვი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ათეთრებს რატო იცი? ახალაიაზე მაქვს ლაპარაკი. ბაჩანა ახალაიას თუ არ ვიცი ხე კენ თავის თავს როგორ უძახიან, მაგრამ ხამ ბაჩუა, ხამ ბაჩანა არ ვიცი. ისეთი სახელები აქვს შერქმეული, ბავშვი რო დაიბადება და ბებია-ქალი რო ტრაკზე ხელს შემოარტყამს. ბავშვი ასატირებლად ფილტვები რო გაეხსნეს, ისე ჯობდა თავის დროზე არც ტრაკზე არ შემოერტყათ ხელი, რომ ფილტვები გაეხსნათ და არც მუსლიდან გამოეყოლათ, რადგან გამოვიდნენ, მაგას ჩვენ არავინ არ გვეკითხება და გააკეთეს ეს უბედურება, გააკეთეს როგორც უნდათ ისე დაირქვან საკუთარ თავებზე, მაგრამ ესენი რა მოკლედ ამ ახალაიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით მინდა რომ გავაკეთო ეს ვიდეო ბლოგი, მოვიცალე მაგისთვის, როგორც იქნა. ქართული ოცნება ათეთრებს ამ კრიმინალს. ბაჩუ ახალაია დასაჭერი არ იყო. ბაჩუ ახალაია ქართველი ერის მიერ იყო ადგილზე ლინჩის წესით გასასამართლებელი. და რატო ვამბობ ამას რა? ამას არ ვამბობ ადამიანი, რომელიც რაღაცა გვერდიდან უყურებდა ამ მოვლენებს რა. ვიცი, ეგ სიტუაცია პირადად მქონია ამ ნაძირალასთან შეხება და პირადად ვიყავი ერთ-ერთი მსხვერპლთაგანი მისი ბინძური პოლიტიკის. სანამ მაგას ახლა მივიდოდე და მაგამდე მივიდოდე, ხო? რავი, ქოსები ამ სიბინძურით მოვიდნენ ხელისუფლებაში რა. ესე ბინძური რო არ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა. ესე სისტემურად მახინჯი რო არ ყოფილიყო და მდევნელი საკუთარი მოქალაქეების, ხო? არ იქნებოდა ერში ასეთი განწყობა. არ იქნებოდა როგორც იყო ეს 2012 წელს. მაგრამ ამათმა ეს შესძლეს და ისე გათახსირდნენ ხელისუფლებაში ყოფნით, დაკარგეს რა ეს ხელისუფლება. და მის მერე ქართული ოცნება ინარჩუნებს ამათ სიბინძურეზე დღევანდელ მდგომარეობას რა. ყოველთვის აქვს არგუმენტი ილაპარაკოს. რაც უნდა აკეთოს ის, რაც უნდა და ეს არის შედეგი იმისი, თუ რის საფუძველზე მოვიდნენ მყარად და რის საფუძველზე რჩებიან. ეს არის საფუძველთა საფუძველი ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის. ახლა კონკრეტულად ამათზე საუბარი შორს წამიყვანს, ამათ შიდა ომებზე, როგორ ებრძოდნენ ნაციონალურ მოძრაობაში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ეს უწყებრივი ოპერატიული ომები როგორ ჰქონდათ, მაგაზე საუბარი შორს წამიყვანს, მაგრამ რაც მოხდა, ყველას მოეხსენება და ვისაც არ მოეხსენება, მე როდესაც ახალაიას შევხვდი ერთხელ და უკანასკნელად რა, ეს იყო თავდაცვის სამინისტროში, მე მაშინ ვიყავი 25 წლის ბიჭი. ეხლა ვარ 41 წლის კაცი. და პირდაპირ გეტყვით რა, რომ არა გამოცდილება ჩემი, რომ არა სწორად მიღებული განათლება, სამხედრო განათლება და ადამიანთა ხასიათების ცოდნა და პირდაპირ გეტყვით იმას რა, ძლიერი სკოლა მქონდა გავლილი, ძალიან ძლიერი პროფესიონალების ხელში. მე დავამთავრე სამხედრო სკოლა, შემდეგ სამხედრო კათედრა, სამხედრო აკადემია შემდეგ და ამ პროცესებში ხო შემთხვევით არ ყოფილი ვარ ამ უწყებაში მისული, შემთხვევით იქ მოხვედრილ ადამიანებთან, რომლებმაც დაღუპეს მთელი ქვეყანა და მერე მთელი სისტემა წლების მანძილზე, ხო? ნამდვილად მქონდა
არაადეკვატური დამოკიდებულება ამ ყველაფერთან. და ახლა ესთან შეხვედრა ეს იყო სპონტანური მომენტი, როდესაც ახალაია ახდენდა ეგრეთ წოდებულ გასაუბრებებს პირად შემადგენლობასთან თავდაცვის სამინისტროში და ერთ-ერთი მათგანი ვიყავი მეც, მაგრამ კონკრეტულად ესე დავით ნემზაძესთან მინდა შეხვედრა და უნდა შეხვდე, ესე არ ყოფილა რა. ეს იყო დაახლოებით როგორ გითხრათ ახლა მთელი თავდაცვის სამინისტროს პირად შემადგენლობასთან ვინც ვიყავით სამინისტროში აკეთებდა გასაუბრებებს, ჯერ გაცხრილები დაიწყო, როგორ იცით, ეს 2010 წელი არის. 2010 წელი ყველაზე უმძიმესი პერიოდი, ვინც მსახურობდა მაშინ თავდაცვის სამინისტროში და მეთანხმება რა. სერიოზული პროფესიონალების გაყრა მოხდა სამსახურებიდან, განსაკუთრებით როგორი პროფესიონალების გაყრა მოახდინა სამსახურიდან, იცი? რომლებიც იყვნენ თავიდან ბოლომდე გამოწვრთნილი ამ საომარ კამპანიებში. უახლოეს პერიოდში, უახლოესი 20 წლის მანძილზე მოგეხსენებათ თქვენ, რომ ჩვენს ქვეყანაში 3 ომი იყო და მათ შორის ის ვეტერანები, ეს ოქროს ფონდი, რომელიც აკუმულირდებოდა უწყებებში, ხო? მათ უქმნიდათ პოლიტიკურ საფრთხეს, იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტრო, ეს არის საერთოდ ჯარი არის სახელმწიფო სამსახურის ყველაზე რთული ფორმა და მათ მოქონდათ ჯარში კონსპირაცია, მოქონდათ პოლიციური დამოკიდებულებები და ეს შეერაღებული ძალების სპეციფიკა არ არის. არც ამაზე ვილაპარაკებ. ახლა უბრალოდ მათთვის იყო საშიში ჯარი. უწყება, რომელსაც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი უნდა გაეძლიერებია, გადაიქცა ურთიერთმტყობის, ურთიერთჩაშვების, ურთიერთმამაძაღლობის კონკრეტულ ეგრეთ წოდებულ განყოფილებად, მას აღარ ჰქონდა შეერაღებული ძალების სახით, თუმცა ახლაც არა აქვს მაგას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მდგომარეობით გეუბნებით მე და პირადი სანდოობა, მონური დამოკიდებულება, სექტანტური მიდგომა, განდიდება ახალაიას როგორც კერპის, ეს იყო უმთავრესი მოტივი თავდაცვის სამინისტროში, იმდროინდელ თავდაცვის სამინისტროში და ასეთ ადამიანებს რო უყურებდნენ, ისინი არ სიამოვნებდათ, სწავლობდნენ ასეთ ხალხს. თუ მოუნდებოდათ გაგაგდებდნენ, თუ მოუნდებოდათ მოკკლავდნენ, თუ მოუნდებოდათ ჩაგკოლავდნენ, თუ მოუნდებოდათ გაგანადგურებდნენ ისეთ დონეზე, რომ სიკვდილის სინატრები და ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ სიკვდილი მინატრია უბრალოდ ადამიანი, როდესაც შენ სხეულში მოდი, გარკვეული ვალდებულება, რომ გვირაბით გაიარო, ახლა პირად ტრაგედიებზე არ მინდა საუბარი. მე მინდა გელაპარაკოთ თქვენ, რატომ არ უნდა ყოფილიყო ახალაია დაკავებული აი ეხლა ზოგადად ჰუმანური სამართლით თუ ვიმსჯელებთ 2012 წელს, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ახალაია რო ჩაჯდა ციხეში, საერთოდ იქიდან არ უნდა გამოსულიყო. მაგრამ ერთს აკაცო თავისი მორალის და ღირსების საკითხი და იმ ცოდვების გათვალისწინებით, რაც ამ დაჯგუფებამ აკეთა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აბსოლუტურად იყო გამართლებული თუ მაგალითად ლინჩის წესით აი ამ ბოროტმოქმედ და მოდგმას გაასამართლებდნენ. სამწუხაროდ ესეთი რაღაცა არ მოხდა. სამწუხაროდ ვამბობ იმას, რომ ან არ აღმოაჩნდა ადამიანებს იმის ძალა, ან იმ დონეზე ვიყავით დაგსაქსული და გაუბედურებული, რომ გვეგონა, რომ ამას ჩვენს მაგივრად ვინმე გააკეთებდა. ასე მოხდა, როგორც მოხდა რა. ახალაია შვიდად მოათავსეს თბილ ოთახში, სადაც გაატარებიეს მშვიდად წლები, შეარგეს მილიონების ქონება და არავინ პასუხი არ მოთხოვა ძირეულად იმ დანაშაულებზე, რომელიც რეალურად მას ჩადენილი ჰქონდა ქართველი ერის და საზოგადოების წინაშე. ახალაია არ გასამართლებულა ინსტიტუციონალური დანაშაულებისთვის, ახალაია არ გასამართლებულა სისტემური დანაშაულებისთვის, გაასამართლეს ვიღაცის ყურის აწევის გამო. ფაქტიურად
შეუმსუბუქეს ბრალის ერგო თეთრაძის მკვლელობის გამო პასუხი არავინ არ მოთხოვა ნავთლუხის ოპერაციაში, ეგრეთ წოდებულ ოპერაციაში დახვრიტილი ბავშვების გამო. არ ვიცი ახლა მე არა ვარ იურისტი და არ ჩავალ იმ ლაფსუსებში, რომელსაც ეს გაუპატიურებული ეგრეთ წოდებული კონსტიტუცია საკუთარი საზოგადოების უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით დიფუზირებს, მაგრამ მე ერთი რაღაცა ვიცი რა. როდესაც ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს და არა სისტემა, დანაშაულს უნდა სასჯელი. და როგორიც არის დანაშაული, იმას უნდა შესაბამისი სასჯელი. როდესაც შესაბამისი სასჯელი არ დგება შესაბამის დანაშაულზე, ხდება ძალიან ცუდი რაღაცა. და ის რაც ახლა ხდება, ეს არის დამსახურება იმისი, რაც არ არსებობს სამართალი. და ჩემო კარგებო, კოცებსაც მინდა ეს უთხრა რა, თუნდაც ნარატივად თუმცა მე ეჭვება მაგენმა ქარაგმით რამე გაიგონ, მაგრამ მაინც გემი წყალში კი არ იძირება, როცა არის. გემი იძირება მაშინ, როდესაც გემში შედის თვითონ წყალი. ხო, ესა მდგომარეობა. და თქვენ გემში უკვე სერიოზული წყალია და ახლა ეს დაჭერა მაგას არ უშვილის. მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ ახალია რიგმირი. ხო, და როდესაც ქართული ოცნების გემში წყალია და იძირება, ამავდროულად ცდილობს, რომ ეს კრიმინალური გვამი, რომელიც დიდი ხანი ჩაძირული იყო ამოატივტივოსებით. და ის ახალგაზრდები, რომლებთაც არ ახსოვს ვინ იყო ახალაია, რომლებმაც არ იციან, როგორი იყო მისი მმართველობის პერიოდი, თუნდაც შეხება არ ქონიათ მასთან, გამიგე? იმათ გონიათ, რომ ახალაია არის მთავარი არხიდან მოლაპარაკე ბრიყვი, ნახევრად დებილი ტიპი, რომელიც არ არის ჩამდენი და არ არის მზად ჩაიდინოს რამე ისეთი დანაშაული, რომელიც ვინმეს დაუპავს. ეს ასე არ არის. არანაირად ეს ასე არ არის. ახალაია არის ძალიან გაბოროტებული, რევანშზე წამსვლელი ტიპი და თან ინტელექტს მოკლებული ხეპრე, რომელიც არის საშიში, ძალიან საშიში საზოგადოებისთვის. და ადრე თუ იყო საშიში საზოგადოებისთვის, დღეს არის ათმაგად საშიში. იმიტომ, როდესაც ტიპს რაღაცა აქ დასაკარგი ესეთ დებილს და ესეთ გაბოროტებულ ტიპს, ის ხდება უფრო საშიში და მიუღებელი საზოგადოებისთვის. ამიტომ ის ყოველთვის ეცდება დაიბრუნოს ძალაუფლება. 2010 წელი იყო, ვიხსენებ ამას, მაშინ კიდე ერთხელ გეუბნებით რა, ჩემი თავის შეფასება და ძალების შეფასება მე არასოდეს არ შემშლია რა. რო უყურებდი ჩემ თვალწინ რა ხდებოდა და როგორ შეურაცხმყოფილად დევნიდნენ კაცვან პროფესიონალ კადრებს თავდაცვის სამინისტროდან. აი მაგალითად ერთი მაიორი იყო ნაუმარი ბიჭი, მისი გვარი არ მახსოვს ახლა სახელმწიფო წინ მიდგას რა. აი როგორ შეურაცხყოფას აყენებდა რა. კაც ნოლზე აქ თავი გადაპარსული და მივიდა და ეუბნება შენო თმა შეჭრილი არა გაქო და რა თქვია უკაფიდეო შენო ინსტიტუცია შეურაცხყოფა მიაყენო და პირდაპირ ეგრეთ წოდებული სამწყობრო მოედნიდან სახში გააგდო. იმან ხმაც ვერ ამოიღო, რა თქმა უნდა რა. როდესაც გასაუბრებები მიდიოდა თავდაცვის სამინისტროში და შედიოდნენ ესენი, თქო, ჩემი რიგიც დადგა და შევედი რა ბრიყვთან და ზიან ახლა როგორ ზისიცი, აი როგორ წარმოგიდგენიათ ფეოდალური კასტა რა. ესეც ის სავარძელში მოთავსებული, აქეთ ბოდიში და ვიღაც ნაშები უზიან, იქეთ ვიღაც ჩათლახები უზიან, იქეთ სამხედრო პოლიციის უფროსი უზის, ეხლა რო თურმე ადვოკატობს, ეს მაგარი იციან რა, ჯერ კრიმინალს გააკეთებენ და მერე მთავრობა რო შეიცვლება, მერე ადვოკატურაში გადადიან, თურმე იურისტობა ყოფილა წამალი, ამიგე, ხან პროკურორი იქნები, ხან ადვოკატი იქნები. მაგარი რაღაცაა რა.
ხო და ნუ ახლა რო შევედი პირველი რაც მკითხა, ხო, ეს ვინ არისო ასე იკითხა. ყველაზე ცუდი კიდე რა მინდა იცი რო ვთქვა, ეს ახალაია იმ დონის ქართული საზოგადოების და თვითონ ქართული ერის მტერი იყო, მე არ ვიცი, ეს უფრო სიღრმისეულ სადაზვერო შესწავლას მოითხოვს ამ პიროვნების სადმე დამოკიდებულება ბევრს არ სიამოვნებს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა ითქვას ეს ძალიან მძიმე საკითხი არის. ესე იგი როგორ არჩევდა იცი ამ მის გარემოცვაში პირველი წრე, მეორე წრე, მესამე წრე, ყველა იყო მეგრელები ყავდა არჩეული. და როგორ ამცირებდნენ იცი აი ისინი თავს ქართველებად არ თვლიდნენ. აქვე მინდა გითხრათ ბატონებო, ისინი არ თვლიდნენ თავს ქართველებად, ისინი იყვნენ მეგრელები. მათი გაგებით. და თუ შეხედავდნენ ადამიანს რომ კუთხურობით ის არ იყო მეგრელი, ან იყო კახელი, ან იყო იმერელი, ან იყო რაჭველი, აი როგორ რაღაცაზე უბნებოდნენ, იცი, რა გინდოდა აქ შენ თავდაცვის სამინისტროში? რა გინდოდა აქ შენ მიგრული და კომპიუტერი თუ არ იცოდი? აი, ასეთ რაღაცას გეტყოდნენ. ახლა უნდა მიმხდარიყავი, რომ ეს მაინდა-მაინც ხუმრობით ნათქვამი სიტყვა არ იყო. კიდე ერთხელ ვიტყვი რა, მე პასუხს არ ვაგებ იმაზე, ვინ როგორ იგებს ამ საუბარს რა. მე ვაგებ პასუხს იმაზე, რასაც ვამბობ და რაც იყო სინამდვილეში. თორა იმ დაჯგუფებას, როგორც პირადად ახალაიას, მეგრელებთან კავშირი არანაირი არ ქონდა რა. არანაირი. იმიტომ რომ აი ესეთი ეთნო კუთხით დაყოფა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ისედაც მცირე ერის, ესა კრიმინალი, ესა მტრის, ეს არის მოწინააღმდეგის ყველაზე სერიოზული ჩათესილი ბოღმა, რომელიც შეიძლება ვინმე გააღვიოს. და ასეთი კაცი თორმე ქვეყნის მტრებზე ნადირობდა. ერთი სიტყვით, რო შევედი ახლა გვარი მეგრული არა მაქვს, მაინდა-მაინც აი ამ გარემოცვასთან კავშირი არ მაქვს და ერთადერთი რაც იყო მაშინ დათხოვნილი ვიყავი თავდაცვის სამინისტროდან. რო ვიცოდეთ რა, როგორი სიტუაცია იყო 2010 წლის თუ არ ვცდები ზუსტად ზამთრის თვე იყო რა, ზამთრის დეკადა იყო და ესე იგი რატო დამითხოვეს, იცი? თავდაცვის სამინისტროდან დამითხოვეს, იმიტომ რომ აი შეხედეთ ურვიდია, შენგელია, ჯიქია, ესენი ყველა ამ კოდლის, ამ ნაბიჯვრების დაჯგუფება რა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებში იყვნენ დაბუდებულები რა, ესენი, რომლებმაც ომის დროს სარმაზარი ხალატი გააკეთეს 2008 წლის ომის დროს. ჯერ ერთი ის რომ მილიონების ქონება კორუფციაზე მაქვს ლაპარაკი კაცო, ოფიციალურ კორუფციაზე მაქვს ლაპარაკი, უკრაინიდან ჩამოიყვანეს მილიონებად ღირებული საჰაერო თავდაცვის დაზიანებული ტექნიკა, ომის დროს იმ ტექნიკამ არ იმუშავა, კიდე ნახევარზე მეტი, აი როგორ იყო იცი? ახლა ვერ ახსნი ყველაფერს ისეთი ადამიანებისთვის, რომელიც სპეციფიკაში ვერ ერკვევა, მაგრამ ომის დროს რო არის თქვათ ერთი საბრძოლო მანქანა საჰაერო თავდაცვის რადარი რა, ის მანქანა არის 32 ტონა და იმას ემსახურება მანქანა, რომელმაც უნდა გაიყვანოს ის ერთი ორგანიზმია, გამიგე? ახლა ახალაიას ნათესავებს ისინი ხის საჭრელად ყავდათ ტყეში გაგზავნილი და ომის დროს მაგალითად რა იყო იცით? რო დაჭირდა გადაადგილება ამ სადგურს ვერ შეძლო. მივიდნენ რუსები და ადგილზე დაწვეს, ზოგი წაიყვანის. ხო, აი ესეთი ღალატი არათუ გამოძიებული იქნა ახალაიას მინისტრობის დროს, არამედ პირიქით. აი ეს მეგრელები კიდე მათი დაწინაურებული ხელშეწყობილები და ასე შემდეგ. მე დამითხოვეს შეერაღებული ძალებიდან იმის გამო, რომ აი ეს ყველა ვამხილე პატაკით წერილობითი ფორმით ეხლა რო უგვირდები ამ ყველაფერს როგორ არ შევეწირი ამ მოვლენებს ეტყობა არ ჩათვალეს რომ ან წოდება რა აქ დიდი ამის დედავატირი ანის ნუ როგორ მოხდა ეს არ ვიცი მაგრამ დამითხოვეს ამ ურიდიამ შენგელიამ ჯიქიამ და ამ გნიდებმა ყველა იქ იყვნენ კიდე ბევრი პროჭები ბოდიში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა ეს საქმეები რასაც მე ვლაპარაკობ დღემდე დევს საქართველოს პროკურატურაში გრიფით საიდუმლო ადევს ზევიდან რომ არავინ არ ჩახედოს ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება ტაბუა ეს საიდუმლო ყოფილა თურმე და ახალაიას დაჭერის საქმე არ არის საიდუმლო მოკლედ
რო დამითხოვე შეერაღებული ძალებიდან და ავრჩევდებოდი ამ ყველაფერზე, ოპერატიულმა დანაყოფმა იფიქრეს, რომ ეთყობა ეს ძალიან ბევრს ლაპარაკობს, რომ მოდი გავიგებთო კიდევ რა იციანო, რა იცისო ამანო რა. ანუ მირეკავენ, რომ აღდგენილი ხარ უწყებაში და გამოცხადდი ადგილზე და მივედი თავდაცვის სამინისტროში ვიყავი დანიშნული და დაახლოებით 2 თვის ამბავია მომთხოვეს სრული გეგმის შედგენა რა მოხდა მინისტროს აბა რას ვაკეთებ მე იქ ეს იყო ჩემი ვალდებულება და ამოცანაც რომ ზუსტი ანგარიში ყოფილიყო ეს რომ ომი ქონოდა არ განმეორებულიყო ეს პროცესები და დავდექი მე სულელმა ახალგაზრდა კაცი თავისებურად ფიქრობს ხალატის მასშტაბი რო არ წარმოგიდგენია და დეტალურად ავსახე ის, სად რა პრობლემები იყო, რანაირად იყო, როგორ იყო და სად არის ის დედარღნიანი, ეხლა რო თავს მაგარ ტიპად თulis და ეგ გენერალია რო შეეკითხო მაგას, დევი ჭანკოტაძე. მაშინ იყო გენერალური შტაბის უფროსი. დაძვრებოდა ხამე, თვალი მოყავდა თავდაცვის სამინისტროში და ჯერ მაგაზე პასუხს არავინ არ თხოვს ახალაიას რა, ახალაია არ იყო ვალდებული ამ ნაბიჯვარზე პასუხისმგებელი გაქონდა პირადი სეიფიდან უზარმაზარი თანხა და ამ თანხას აფრქვევდა ტოტალიზატორებში. რომელი გენერალი და რომელი თავდაცვის სამინისტრო სრული ვაკხანალია იყო უწყებაში. და ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი იმაზე რაც დაიწერა ჩემს მიერ შედგა ანგარიში, იქნა მოკვლეული კონკრეტული დოკუმენტაციები და გადაცემული შემდეგ ამაზე რომ დაწყებულიყო სამართლებრივი ციება გადაწყვეტეს რომ მე მოვესპე. ახლა მაგათთვის მაგი პრობლემა არ იყო. და რო შევედი ახალაიასთან რა კიდე ერთხელ ვამბობ ეს არ იყო მანდამაინ ჩემთან ჩანიშნული აუდიენცია დაახლოებით იმ დღეს 200 კაცი შევიდა მასთან ამ გასაუბრებაზე რა. ესო ვინ არის? ესო ის არისო მამაშენის მეგობრები რო ამხილავ. აჰა, გასაგები არის. შენო მერეო მაგიო დავით აღმაშენებლის გმირობა გგონიაო მაგის თქმაო მე მითხრა მე ვთხარი კაცო რა შეშია გმირობა ბატონო მინისტრო მე ვთხარი ეს ვალდებულება იყო ჩემი მე თქვა ამას ხალხი შეიწირა იქ ომის დროს მეთქი და აბა სიჩუმე ამ ყველაფერზე შენო წერა-კითხვა იციო მე მეუბნება მე მაყენებს ესეთ შეურაცხყოფას რა სამოქალაქო განათლება ცალკე მქონდა და სამხედრო აკადემია კიდე ცალკე მქონდა დამთავრებული. ეს კიცოდა კარგად ჩვენი როდა. წერა-კითხვა იციო მე მითხრა, კი ვიცი მე ვთხარი, წერა-კითხვა ვიცი მე ვთხარი. აგერო პასტაო მომცა, ასე ხელში დაჯიქი მაქო და დაწერეო პატაკიო, რომ განცხადება დაწერეო უკაცრავ. რომ სამსახურიდან მიდიხარო. ჯერ მინისტრი. მე ამის დებილი დედა შევეცი ამის. ბუდიშთ რა ამ სიტყვებზე. ისიც არ იცის მე სამხედრო პირი იქ რომ მის უწყებაში მინისტრად ზის რა. რომ განცხადებას კი არ წერს. პატაკი უნდა დავწერო თუ ესეთი მოვლენა არის რაღაცა რომ მე უნდა დავწერო პატაკი რომ გთხოვთ ამადა ამ მოტივის გამო დამითხოვოთ სამსახურიდან. შენ დაწერეო მაქო პატაკიო თუ წერა-კითხვა იციო მე მეუბნება რა ხო და ამასობაში ხარ რა ხდება ცით 1-20 წუთი ვზივარ და უყურებ იმ ეგრეთ წოდებული ნაკადს რომელიც შემოდის მასთან აი ამ გასაუბრებაზე და გასაუბრებაზე შემოდის კატეგორიები ეს ბოდიში და ტრაკწამოხტილი ბოზები რა და ეს იმის ის არის ახლობელი, ეს იმის ცოლია, ეს იმის ნათესავია, ესეც აი ხო, როგორც გითხარით, რომ თავარი ფეოდალი ამ მეფე რო დაჯდება მაშინ რა ქვია, ტახტრევანზე და ესენი პალმის რტოს უკანავებენ და აბა მინისტრს რამე არ რაღაცა და არ შეწუხდეს და ეს იმის ცოლი არის ავღანეთში რო უშვებთ ახლა კავშირ გამულოს აჰა ეს სიტყვის და რაღაცა და საბოლოო ჯამში ერთ სიტყვით მომიბრუნდა რა გავიდა ის დრო და მე რაკენიო დაწერეო მე ვთქვი ბატონო მინისტრო ჩვენ სამხედროები განცხადებას არ ვწერთ მე ვთქვი ჩვენ
ემოვიფარგლებით პატაკის ფორმით. მერე პატაკი დაწერეო. პატაკი დაწერეო. თუ განსხვავდება არა პატაკი დაწერეო. რა პრობლემა არის? პატაკს არ დავწერი მე უთხარი. რატო არ დაწერო პატაქსო მე მეუბნება? პატაკს იმით არ დავწერ მე უთხარი, რომ ჩემი მოტივია მე უთხარი ვიყო ოფიცერი, გავიარე სწავლა. ერთი, მეორე, ჩემზე ქვეყანამ დახარჯა ფული, ვარ ომის ვეტერანი მე უთხარი და მე არა მაქვს მოტივი იმისი მე უთხარი არანაირი ახალგაზრდა კაცს, რომ დაგიწეროთ პატაკი და წავიდე სახლში და თუ გაინტერესებთ მე უთხარი ვიცი თუ არა წერა კითხვა მე უთხარი სხვა ფორმით შეგიძლიათ მე უთხარი გამომცადოთ და მზად ვარ დავადასტურო ეს მომენტი მე უთხარი ეს გინდათ ორთოგრაფიაში გინდათ ლიტერატურულ გააზრებაში და ხა იმაზე რომ საკუთარ ყოფნაზე თავდაცვის სამინისტროში მე მეთქი პატაკი დავწერო საკუთარი ხელით და მოვაწერო და შევქნა აქტივი იურიდიული ასეთი რაღაცის გაკეთებას მე არ ვაპირებ თქო. გადახედა რა ესო რამხელას ბედავს. აი მაშინ მივხვდი რომ რაღაცა ისე არ იყო. და იქ დამთავრდა ყველაფერს რომ გაიყვანოთ ესო გაიყვანოთ. აი ეს გამომიყვანეს იქ მე მადლობას ვეუბნებით ხემდე კაცო უფაც რომ მე იქედან არ წამიყვანეს თავდაცვის სამინისტროს პადვალში არ მაწამეს და არ მომკლეს და არ გადამაგდეს რაღაც იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი მომენტი იყო თავდაცვის სამინისტროში ვინმეს ცემა ვინმეს გაქრობა იქედან მე ვიცი ადამიანები რომლებსაც აწამებდნენ მაგალითად მე ამაზე ჩვენებები მაქვს მიცემული რა მაგრამ რატომაც ყველაფერს ადევს გრიფით საიდუმლო. ხა იუზერი წერს აგე რა user 0000 ვინ იყავი რომ შენ ამდენი რამე გადახა ამას როგორ აუხსნა მე ვინ ვიყავი რომ ამდენი რამე გადახა მე ჩემ ამბობს ყვები. ახალაია ვინ იყო თავდაცვის მინისტრად რო იყო. მე შემთხვევით არ ვიყავი იმ უწყებაში მისული. ჩემს უკან იყო წლები გამოცდილება და ომი. ახალაია ვინ იყო იმ უწყებაში რო იყო. შენ გეკითხები რა user 000. მოკლედ ეგეთი რაღაცაა რა. ზოგს გონია რომ ამითი ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ არა. იმის მერე იყო ის ზუსტად აი როგორც ფაშისტურ გერმანიაში იყო რა. რომ ადამიანი უნდა მოესპოთ და მიღებული იყო გადაწყვეტილება და ან მოკლავთ ასე ან ჩვენ ამბებში ჩავრთავთ და მოუსპობთ სახელს და მე ბევრი რამე გავიარე რა. ძალიან ბევრი რამე გავიარე და ერთადერთი რაღაცა რაც მიშველა რა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ის რომ იყო იცვლებოდა მთავრობა მე 2012-ში მანამდე ეს ბაწარი ვათრი ერთი წელიწადი აი მაგის მოგონებაც არ მინდა რა როგორ ვიარე აი ეს თორე ამათ ჰქონდათ ამათ გადაწყვეტილი ჰქონდათ რომ რაღაცა აი პირადი რაღაცების თემაში გამასუხარებდნენ და ეგ იქნებოდა ეხლა ამაზე წიგნი დაიწერება იმდენი მაქვს სათქმელი მაგრამ ჯერ მაგ ამბიცია არ მაქვს წიგნები ვწერო ზოგიერთივით რა წესით და კანონით ხო ალბათ ადამიანურ დონეზე გეუბნებით ალბათ არ უნდა ვიწუხებდე საერთოდ ამ ყველაფერზე თავს მაგრამ ამას ვაკეთებ ერთი პატარა მოტივის და მიზეზის გამო რომ ახალგაზრდები ვინც არიან და ვინც არ იციან ესენი ვინ არიან რა აი მაგათ ვეუბნები ამას რა ამიტომ წერ ამას ყველაფერს ყველაზე მეტად რა არის ცი აი ეს მისი ცოლი, მეორე ცოლი, ახლა რო გამოდის ანინა დარიშვილი. თუ რა ვინს არის რაც არის. რო გამოდის და იმას რო იძახის, რომ ჩვენო პოლონეთში მივდიოდით, ფული არ გქონდაო ჩვენო გაჭირვებულებსო. სად გვექნებოდაო ჩვენო ფული? უნდა გვემუშავაო იქო და ამის კაცო ხა კაცი რო შეხედავს ცრემლი წამოუვა თვალებზე ეს საცოდავები და შვილს როგორ აჭმევდნენ ფულს ეს დედა მოთხოვნები
ამ დროს სახლში სპეციალური ჭაქონდათ ამოყვანილი, იმისი ეშინოდათ, რომ წყალი გარედან არ დაელიათ, რომ ვიღაცამ არ მოეწამლა. და ის რონალდ ახალაია, მამამისი, ბოროტების მანქანა თვითონ რა, ბოროტი თესლის ნაყოფი. იმას კიდე რა კრიმინალები აქვს ნაკეთები, ეგ ცალკე განსჯის თემა არის, როგორც აი ამ ახალაიას ძმას დღეს რო თურმე კოცებს გაექცათ და პოლიტიკური დევნილია მაგით თურმე ჩემსავით. სასაცილო არა, სატირალი რო არ იყოს. მაგრამ კარგად არის რა ჩვენი ერის გაუბედურება ამ ყველაფერში შესამჩნევი და დასანახი, იმიტომ რომ იმ რონალდ ახალაიას ის საპატრიარქო დღეს ქურუმება დროზის იქ წმინდა გიორგის ჯვრებს კიდედა და მედლებს გულზე. იმ რონალდ ახალაიას. და ეს ნადარეიშვილი ეს ჩერერთი დაჭერილი ყოფილა და გამოუშვიათ. მე მინდა ვიკითხო რა, რატო გამოუშვეს? რას ქვია გამოუშვეს? თუ კრიმინალია, თუ დანაშაულში თანამონაწილეა, რას ქვია გარეთ გამოუშვეს? რას ნიშნავს გარეთ გამოუშვეს? სენსიტივებს ერიდებიან ბავშვებს, რომ სახში პატრონი ყავდეთ და სახელმწიფოს თუ გიტრიალებდათ, სქესი არსებობს სისხლის სამართალში, ესეთი რომ ამ სქესს შეღალათი მივცეთო? კანონის წინაშე ყველათანა სწორი არ არის? არ არის, კოცებო. არ გამოვა მასე რა, ახალაია რო გაათეთროთ. მე არ შევდივარ იმაში, რაზე დაიჭირეთ, როგორ დაიჭირეთ, რანაირად დაიჭირეთ. თქვენ მახინატორები ხართ. ახალაია დღესაც იმ საქმეზე არის დაჭერილი, რაზეც არ უნდა იყოს დაჭერილი. და ნამდვილად არ გამიკვირდება ისეთი ბრალი თუ ყავდეთ დაჭერილი, სადაც აბსოლუტურად მართალი იყოს. არ უნდა დაკარგო კაცმა რა, სიმართლე. სიმართლეს არ უნდა შეაქციოს, წარმოუდგენელი ახალაია რამეში მართალი იყოს. მაგრამ კოცებს აქვთ ის უნარი, რომ ყველაზე დიდი დამნაშავეც გაამართლონ და მერე დაიჭირონ. ამას ნიჭი უნდა. ამას კოცების გარდა ვერანი ვერ გააკეთებს. მაგრამ ქუთაისის ციხეზე, ციხის ეპიზოდები კიდე სხვა რაღაცაა რა. ანუ თუ ახალაიას კრიმინალს აქვს თავისი უფლებები, გამიგე? იმ ხალხსაც ჰქონდათ უფლებები, იქ ციხეზე რო დახოცეს. არა, ეს გაუპატიურებები და რაღაცა ეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის ეპიზოდები, მე მაგაზე არ ვლაპარაკობ ნამდვილად რა. მანამდე ხო იყო ბუნტის ჩახშობები და ესეთი ხალხი რო ოფიციალურად საფლავებია კაცო საქართველოში რა. ციხეზე რო ერმართეს სიტუაცია, რო ჭირდებოდათ იქ მსხვერპლი. და ახალაია რო კურირებდა ამ ყველაფერს რა. არ არის სააკაშვილის განცხადებები, რომ ახალაია იქ წესრიგს ამყარებდა, რის ფასად ამყარებდა? ადამიანის გვამებად? უამრავი ჩემი მეგობარი იყო იმ ციხეში არაფრის გამო. ვიღაცა ქურდები და მაიმუნები კი არა, ომის დროს რო დაჭირდათ ბიჭების ჩასმა და ძალიან კარგად ვიცი იმ ციხეებში რა ხდებოდა რა. შვენივრად ვიცი, იდეალურად ვიცი და ახალაიას მარტო ამ ეპიზოდში არა აქვს უფლება რომ იყოს გარეთ და თავიდან იყოს დასაჭერი. არა. ეს ცალკე ფენომენია საქართველოს და მისი საპრობილეები. მე მაგარი მიკვირს ისე რა. ამ ქვეყანაში, მსოფლიოში ზოგადად რა, ყველაფერი შერჩევითი რო არ იყოს, გასამართლება კი არა, ჰააგის ტრიბუნალს ფილიალი უნდა ქონდეს საქართველოში დღეს რა. ისეთი დანაშაულებებია ნაკეთები. და ახლა მისი ცოლი რო გამოდის იქედან და ლაპარაკობს რაღაცა სიმახინჯეებს, ის ანინადარეიშვილი რა. ერთი წავიდეს იქ და სერგო თეთრაძე რომ მოკლეს და მოკლეს ნამდვილად რა. ვინ იყო სერგო თეთრაძე? ვიღაცას სერგო თეთრაძე რუსეთის აგენტი, სადაა მისი? სად არის მტკიცებულებები, რომ ეს კაცი იყო რუსეთის აგენტი? სერგო თეთრაძე იყო ჩემი პედაგოგი სამხედრო აკადემიაში.
სერგო თეთრაძე იყო თავისი საქმის პროფესიონალი, სერიოზული სამხედრო. როგორი სამხედრო იყო, იცი? საბჭოთა კავშირში ავღანეთის ომის დროს ქართველები რო ყავდათ წასხმული იქ, როგორც მერე დიდი დემოკრატიის დროს ვითომ დემოკრატიული საქართველო რო ასე გზავნიდით ჩვენ სისხლს იქ, მაშინაც ხო გვედევნებოდნენ, აი მაგ დროს როცა იყო სერგო თეთრაძე, ხელით ქონდა ნაბრძოლი დუშმანებთან და ასეთი ორდენი იყო, წითელი ვარსკვლავის ორდენი ქონდა მიცემული. თქვენ რო ყველას ურიგებდით იმ მისიაში ვინც იყო, რაღაცა რკინის მეტალებს. საბჭოთა კავშირის დროს ასეთ მეტალებს ტყილა კი არ იძლეოდნენ. ხო, ისე ცნობისთვის, როგორი კაცი მოკალით, იცით, ის კაცი აფხაზეთშიც იყო ნაომარი და იყო სამაჩაბლოშიც ნაომარი და რუსების მხარეზე კი არა. სერგო თეთრაძე იყო სისხლით და ხორცით ქართველი. თქვენ დაიჭირეთ სერგო თეთრაძე და მოკალით. და სანამ მოკლავდით, მანამდე გააუპატიურეთ. და ეს ახალაიას ნაბუზვარი ცოლი, ეხლა ცრემლებს როგრის მივიდეს ერთი სერგო თეთრაძის ცოლთან და კითხოს ერთი. რას ნიშნავს რეპრესია? რეპრესიებზე რო ლაპარაკობს და თურმე რომ მისი შვილი ვიღაცა შეუშინებია. სერგო თეთრაძესაც დარჩა შვილი. თუ არ ვცდები დავითი ერქვა იმ ბავშვს. და მე ესენი იძახოდნენ რომ სერგო თეთრაძის ცოლიო სომეხი არისო და თურმე იმიტომ უნდა მოეკლათ სერგო თეთრაძე სომეხი რო ყავდა ცოლი. თქვენი მახინჯი დედავატირე თქვენი. და ახალაია გარეთ არის სამყოფი და სუფთა კაცია ახალაია და მოიხადა ბრალი უკვე 10 წელი და დამთავრდა. ციხეებზე ხალხი მოკლა. ხო დაამყარა წესრიგი სისხლით. თავდაცვის სამინისტროში სერგო თეთრაძე მოკლა. და უნდა ითქვას ერთი რაღაცა რა, სერგო თეთრაძე ვინც მოკლა მერე რო შეიცვალა ქართული ოცნება და ალასანია დანიშნეს თავდაცვის სამინისტროში. დაზვერვის სამსახურში წარმართველ პირად ამუშავებდა ტიპს ლევანა გაბუნიას, ნაბიჭვარს და ნაბუზვარს, რომელსაც ახალაიას მითითებით სახში ყავდა სერგო თეთრაძე დაჭერილი. და ამას ქოცები ხელს უწყობდნენ, კაცო, პრობლემა არ იყო. ხმა რო არ ამომეღო, დღესაც იქაც იმუშავებდა მშვენივრად, რა პრობლემა იყო. უბრალოდ მე ამ ხალხს ვიცნობდი რა. რაღაცა მომენტს შევხედე. და ამას არ მპატიობენ რა, რომ ამ ყველას ვიცნობდი. და რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროში ცნობადობა მქონდა იცოცხლე. და მე როდესაც საბოლოოდ მივხვდი რომ თავდაცვის სამინისტროში ესენი არ გამაჩერებდნენ, მე იყო ორგანიზაცია, იყო პროფესიონალი ჯარისკაცები და მე ვსწავლობდით ამათ კრიმინალს. და ეს უფრო არ მაპატიეს მე. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე არასოდეს პოლიტიკაში მოსვლა არ მქონია მიზნად. არც სურვილი არ მქონია, მაგრამ არც მაქვს. ჩემი ერთადერთი სურვილი იყო, რომ ჩვენ ქონოდა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ნებისმიერ ხელისუფალს ქონოდა შიში საკუთარი მოქალაქეების და რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლების. რატომაც ვინც მოდის დღეს თავდაცვის სამინისტროში, კი არა, ზოგადად უფრო და უფრო ზევით რა, ხელისუფლების აღმასრულებელი ხელისუფლების ისეთ რგოლში, არცეც არა აქვს, არც კონსტიტუციაში და არსებობს შეგრძნება შიშის. დღევანდელ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არის მხოლოდ ერთი პიროვნების მიმართ შიშის და ბიძინა ივანიშვილი. ყველაფრის მორგება ხდება ამ ბიძინა ივანიშვილზე რა. მე ბატონებო, ულახდილად გეტყვით ერთ რაღაცას.
უყურე რამოდენიმე ვარიანტს და უნდა ითქვას ვინ უკეთებს ახლა დიფუზიას ამ საკითხებს. Რო გამოიყვანეს ეს და ცადეს გათეთრება აი ამათი ქმედებების შემდეგ აი კეზერაშვილის ტელევიზიით ესენი ერთი არიან რა ახალაია კეზერაშვილი ესენი ერთი გუნდია რა კეზერაშვილი მოგეხსენებათ თქვენ ისრაელში გასამართლებულია დეზერტირობის გამო ტომით ებრაელი კეზერაშვილი გასამართლებულია იქ რომ თავი აარიდა ისრაელში ისრაელის არმიაში სამსახურს და ესეთი კაცი ჩვენ ყავდა თავდაცვის მინისტრად ყავდა ხოდა ამ ტელევიზიით რომელსაც იმაზე სერიოზული მედროვე საერთოდ მედროვეებს ახასიათებს რა ერთად შეჯგუფება მაგნიტივით იზიდავენ ერთმანეთს თარგამაძე რომელიც ჯერ ვერ გაურკვევია ჟურნალისტია პოლიტიკოსია ის სააკაშვილმა რომ სამშენებლო კასკადა აადო თავზე პარლამენტში ეს გადაცემას მართავს ასეთს არ ვიცი დროება ქვია იმედები დროებები ესეთი სახელები უდიოზური რაღაცები ძალიან უყვართ და დაუძახეს ტელევიზიაში ამერიკაში რომ გააპარა იმან ზურაბიშვილმა და ნახეთ რამხელა ეგრეთ წოდებული ბმები არის და ყველა ვინ არის ყველა ქვეყნის მტერი არის აი შაიშმელაშვილი ურია ისიც ურია ტიპი რომელიც გახარიას დროს ხელმძღვანელობდა ოპერატიულ დაგეგმარებას აი ახლა ერთი ამბავი რო ატეხილი რა ხალხი მოწამლეს ეჭვი არ მიპარება რომ ქიმიური ნივთიერება იყო იმაში გარეული და მოვიდათ გადაზიდმიტება და მაგითო გააკეთეს ეს ყველაფერი და ის გამოდის და ამბობს როგორი კარგი იყო ნუ სადუბრუნდები ახლა ამ თემას როგორი კაი ტიპია ახალაია და როგორ დაიჭირა ხელისუფლებამ ასე და თურმე ეს შაიშმელაშვილი ყოფილი ახლა კაი ტიპი იქ რო გააპარეს ამერიკაში რა და რაც ცუდი ყოფილა ქართული ოცნება რომ ხალხი მოწამლა და მაშინ თვითონ იყო იქ თანამდებობაზე და ერთი პროტესტი არ ქონია და შაიშმელაშვილი ვიღაც არ არის ჩვეულებრივი ტიპი მე მაგაზე ვიძახე თავდაცვის სამინისტროდან მე გამოვაგდე მაგი ბავშვების წამებას დააფარა ხელი ჩემი პოლიტიკური დევნა კიდე ჩემი მეგობრის მოახდინა ისე შედიოდა სამხედრო პოლიციის დაკითხვის იმაზე და გამოდიოდა თვითონ არაფერი არ იყო ეს ახასიათებთ რა ასეთ ტიპებს ოდიოზებს ესეთი რაღაცა რა ოფიციალური პატაკები მაქვს აქ ბევრჯერ წამიღია ბევრჯერ პროკურატურაში იზრდებს ეს საქმე ჯარისკაცების დედებს აყენებდა შეურაცხყოფას ეს რომ ახალაიას მეთოდები რა ეს ერთი სისტემა აი როგორი შიქთავსია და რა ბმები აქვს მე ვცდილობ რომ ეს ყველაფერი მოვიტანო თქვენამდე ეს თავდაცვის სამინისტრო ხო დახურული უწყება იქ არის ის ვინა როგორა ეს არ არის განათლების სამინისტრო ეს არ არის ეკონომიკის სამინისტრო თუმცა ყველა უწყებას აქვს თავისი დრესკოდი და თავისი შინაგანი წესრიგი ყველგან უნდა იყოს რა თქმა უნდა წესრიგის გარეშე არაფერი არ ხდება მაგრამ როდესაც ძალოვან უწყებებზეა ლაპარაკი განსაკუთრებული შიდა დისციპლინაა მით უმეტეს ჯარში ეს სახელმწიფოში წარმოუდგენელია თქვენ ეს სახეები იცოდეთ ამიტომ ლაპარაკობ მე ამას ამიტომ აქ მე ამაზე საუბარი ამიტომ წლების მანძილზე ვსაუბრობ თქვენთან ამას რომ ეს ადამიანები არ არიან შემთხვევითი ადამიანები ესენი არიან ჩამოყალიბებული გაზრდილი წახალისებული კრიმინალთა დაჯგუფება რომლებისთვისაც ადამიანების სიცოცხლე არაფერი არ ისინი დასცინოდნენ ადამიანის უბედურებებს დასცინოდნენ ისინი ქმნიდნენ გარემოებებს რომ ადამიანები გაუბედურებული იყვნენ მე ვიცი ეს დეტალები ახლა არ შევალ ამ ყველაფერში მაგრამ თუ გინდა დაახლოებით წარმოიდგინოთ როგორი სისტემა იყო ეს თავისი ეგრეთ წოდებული საწამებლებით პადულებით რაღაცებით ეს როგორც მაგალითად ფილიალი მაგალითად გერმანიის ფაშისტური ხელისუფლების თუ ბოლომდე მე ვერც იმას ვერც შევადარებ რა რატო ვერ შევადარებ იცი იქ უფრო დისციპლინა იყო და სუბორდინაცია იყო არა აქ იყო დანაშაულებრივი ტერორი
კი არაფერი. სახელმწიფოსთან ამას კავშირი არ ქონდა. თავდაცვის სამინისტრო ებრძოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უშიშროების სამინისტროს. საბოლოო ჯამში ესენი ყველაფერს ებრძოდნენ და ცდილობდნენ, რომ იმ პირველთან მიეტანათ ყველაფერი. პირველი იყო მაშინ სააკაშვილი, დღეს არის ივანიშვილი. ივანიშვილი არის კერპი. ანუ კერპიზმი საქართველოში არ შეცვლა, რომელ ახალაიაზე ვლაპარაკობთ, რომელ წაყენებულ სასჯელზე ვლაპარაკობთ მაგაზე. ნავთლუხის სპეცოპერაციის დროს აჭარელი ბიჭები რო ჩახოცეს. მარტო ის რა თქმარა. ეს ხო არა ჩემი შემთხვევით გაიპარათ რა ეს კადრები. სატანკო და არის ის რა ქვია ჯარში ლოჯისტიკურ სამსახურებს და ტანკისტებს აქვთ ესეთი იარაღი აკაესუს უძახიან მაგას რა, რომელიც არის წინ მოკლელულა აქვს და ტარი ეკეცება რა, სკლადნო ეგრეთ წოდებული აკაესუ, მინიჭებული კლასი აქვს ესეთი. რომ მარტივად გადასაადგილებელი იყოს, ნუ ოპერატიულ სამსახურებში მე ხმარობენ ამას, უშიშროება პოლიცია ცით. რომ დაცხრილეს ეს გვამები, საცოდავი ბიჭები, ჯერ როგორ მიათხრიეს იქ მე როგორ დაცხრილეს, როგორ დადგეს სცენები და ეს ახალაია ნაბიჯვარის. ძმა ახლა პოლიტიკური დევნილი როა თუ. აი გვამებზე ესე რომ შვებოდა რა, აი ესე დავცხრილეო მაგალითებს რო ანახებდა. აი ამ ადამიანს უნდა გალეთ რო იყოს რა. ქუთაისის ციხეზე ვინ გააკეთა ის მამის წინ შვილი რომ მიიყვანეს გოგო და გააუპატიურეს და უღებდნენ ვიდეოს. თქვენ ეს არ იცით, მაგრამ ამაზე ქართულ ოცნებას დეტალური ინფორმაცია აქვს, ეს ფირზე გადაღებული საზიზღრობა იყო. ეს არის ფირზე გადაღებული, ეს საქართველოში მოხდა. ეს ახალაიამ გააკეთა. თქვენ წარმოდგენა გაქვთ ქართული ოცნება რას გიმალავთ? და დაიჭირეს თურმე იმაზე, რომ Wi-Fi-ის ქსელი გაშიფრეს, თურმე ბორჭულაძეს რო ელაბა, ბორჭულაძის დედაც არ მოვტყანა. დაბერძა ჯერ ბიუტები 70 წლის კულიან როჟას ქვას ვერ ამოაბრუნებს წესიერად, აი სახელმწიფოს გადატრიალების ტრაგედია, ვისჯერა მაგას მაგის. რაღაცა გამოსირებული ზოდელავა და ესენი მიუღებელია ესეთი როგორ გითხრათ ესეც დაცინვა ესა გათეთრება რა თავიდან ბოლომდე ამ კრიმინალიზმის რა. უნდა შეგეძლოს ამის უნარი უნდა გქონდეს რომ ესენი გაათეთრო რა არ ვიცი მე ახლა ძალა მაქვს და გერევი გეუბნება რა გინდა იჯერე გინდა რა ეგეთი მომენტია თუ რა ახლა ის რა თუნდა ახლა ეს რა თუნდა რამე წადით და შეეკითხეთ ვიჯო ერთი აი საცოდავი ბიჭები რომ დაიჭირეს ის ფსინავები მაშინ ხალაც რო ტენი და ახლა ეს დადგმული სცენები იყო ეს ყველაფერი არ ვიცი მაშინ მე ერთი კომუნიკაცია მქონდა მაშინ ჩვენი ავიაცია მხიდა შელმაცხოდ დაშალა და მიაყარა ყველაფერი და ის ბიჭები კონგოში იყვნენ წასულები და მაშინ მქონდა საუბრები მე საქართველოში ვიყავი მაშინ მოითხოვეს ამაგათმა ახალაიას წინააღმდეგ ამ საქმის თემა და რა თქმა უნდა ქართული ოცნება და ეგრეთ წოდებული პროკურატურა სრული დუმილით შეხვდა გაправებით ამ ნაწილების ისე როგორც მე მინდოდა ჩვენება მეცა ახალაიას წინააღმდეგ პროცესი და მე იქ არავინ არ დამიშვა ეგ უნდა ითქვას კაცო მაგის დედა შევეცი აბი თუ ტრაკია კან მაგას ან მის ოჯახის წევრებს ჩამერთონ და მელაპარაკონ რატო ვერ აკეთებენ ამას და კონკრეტულ სახელებს და გვერებს მე დაუსახელებ ერთი თავისი სისხლის სამართლის ნომრებით რომლებიც ასე პროკურატურაში შემოდებული აქვს თაროებზე და უზარმაზარი დიდი მტვერიადებს ჩემი ჭორები კი არ არის და ეს ლაივ ჩართვები კი არის ოფიციალური ჩვენებები არის მიცემული ამ ჩვენებებს აქვს სისხლის სამართლის ნომრები ეს საქმეები დახურული არ არის უბრუნდები რა ამ ყველაფერს ის ნაბოზვარი ქალი რო ტრაკს ათამაშებს მივიდეს ერთი რა ასე რგო თეთრადის ცოლთან მივიდეს
აი ამ ნავთლუღში დაღუპული ბიჭების დედასთან მივიდეს. აი ამ გაუბედურებული ბიჭების ოჯახებთან მივიდეს. ეგრეთ წოდებულ ხალატის თემაზე რომ დააკავეს. და სცენებს რო დგამდნენ, რა ქვია, ხალატის ამბებზე, რომ კაცი დაიჭირეს. რა თქმა უნდა, ისე როგორ თეთრაძე ბრალის დადასტურების და აღიარების გარეშე და ეს ციორაო, მოდიო თავიდან დაგიჭერთო რა, რუსთავი ორისო ტელევიზიამო კარგათო, კაი რაკურსითო ვერ გადაიღო ესო კადრი და კაც მოხსნეს ის რა ქვია. ხელბორკილები და თავიდან სწავლობდი დაადესო, რომ აი დაიჭირეს რა, შექმნეს პროპაგანდა მიმუშავა გამიგე. ამას უნდა გარეთ იყოს ამის სულელი დედავატირე ამას რა. მე თუ მკითხავთ, ეს ციხეშიც არ უნდა იყოს, ეს გარეთ უნდა იყოს და უნდა გაუხურონ ამას ტვინი, მაგრამ უტრაკოები არიან, ძმაო, ამის თავი არ გააჩნიათ. არ ვიცი, აქ შენ არ ვიცი როგორ მოგმართო დინგო 55, აი მეგრელებს რატო ვერ იტანო? რა სისულელეს ლაპარაკობს ბიჭო. მე ვლაპარაკობ ფაქტებს, რომელიც იყო. ისინი აკეთებდნენ პროვოცირებას ეთნიკურ ნიადაგზეც. და კიდევ თქვი, მე ამ ყველაფერში მე პასუხს ვაგებ იმაზე, რასაც ვამბობ და არა იმას ისე როგორც შენაირები გებულებენ, რას ქვია ვერ ვითან. მეგრელი, იმერელი, რაჭველი და კახელი ვინ გაყო ერთმანეთისგან. მაგრამ ისინი აკეთებდნენ ამას. პროვოცირება იყო, ჩადებული იყო ამ თემაზე. კუთხურ ნიადაგზე იყო ჩადებული. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში არ ლაპარაკობდნენ ქართულად მიზანმიმართულად, ლაპარაკობდნენ მეგრულად. გესმით რაზე მაქვს ლაპარაკი? და იქ ვინც იყვნენ ახლა ბიჭები, მეგრელები რა ებს აკეთებენ, აი გითქვია ერთმანეთში უკვე ლაპარაკია რა. კონკრეტული შემთხვევა მქონდა, არ დამავიწყდება საქმეების გადმოსატანად გავედი, დაშვება მქონდა და რო შევედი ესე კადრების განყოფილებაში რა. ამდენი ვეტერანი საქმე გადმოყრილი ფეხებით რო დადიოდნენ ზედით. შემოდიო, კაც არ აუშევს, გადმოუარეო. თუ ჩაითვლებოდი უარგისად და შენ პირად საქმეს გადმოყრიდნენ ძირს, ხო? და ფეხით გადაიარდნენ ზედ. შენი საქმე დამთავრებული იყო რა. ეგა, მე ჩემი სათქმელი ვთქვი, სწორად მთქმელს სწორი გამგები უნდა. აუცილებელია რა, რომ სწორად იქნას გაგებული მე რასაც ვამბობ. ხო, მე ესენი მშენებლობის ბიზნესში გადავიდენო. სასაცილო ესე მშენებლობის ბიზნესში. ხო, იმ მშენებლობაზე უნდა ნახონ რა ერთ მშვენიერ დღეს გადმოვარდნილი. ყველაზე კაი ვარიანტი ეგ იქნებოდა. და ალბათ მე ვფიქრობ, რომ ისე მიყავთ საქმე, როგორც სხვას უწყობდნენ ამ ყველაფერს, ისე დაამთავრებენ ბოლოს ეგენი ყოფას რა. და იციან კაცო, ვინც ადგა უბედურა ყველა ზეპირად იციან. და თუ გონიათ, რომ აი ამ ნაბიჯვრებს თუ გონიათ, რომ მათი დრო დამთავრდა და პასუხს არავინ არ მოთხოვს, ან მაგრად ცდებიან. როგორც კი დღევანდელი პოლიტიკური გარემო პატარა ფეხს შეიცვლის, როგორც ფეხს შეიცვლის, იქ მიადგებიან, სადაც არიან. იქ დაუკაკუნებენ, სადაც არიან. მე რა მოხდება, შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ. მაგის იმპროვიზაციის უნარი აქვს და რაღაც ამ მშენებლობებზე
მშენებლობებზე მაგარი მაყუთი აქვს ბიძია წაღებული. 2012 წელს მარტო რო გაიგეს რო არჩევნები წააგეს 50 მილიონი ევრო გაიტანეს მარტო თავდაცვის სამინისტროდან. მარტო თავდაცვის სამინისტროდან. 50 მილიონი ევრო. ვიცი მე ზუსტად გეტყვით ალასანიაც პოლიტიკიდან წავიდა, ალასანია მაგათი ჯიშის ტიპი იყო რა. პირდაპირ გეტყვი რა. ალასანია როგორც კი წავიდა, მაგი კრიშავდა რა. მერე ქუცები რომ მოვიდნენ, აი ზუსტად ალასანია კრიშავდა ამ ნაბოზრებს, ახალაიას ნაბოზრებს. ნეგრული კლანის გამგრძელებლად ითვლებოდა და მაგიტო. ალასანიაც მერე წავიდა ეგრეთ წოდებულ სამშენებლო ბიზნესში. ეს ამოსაღები ჯგუფია რა. სერიოზულად ამოსაღები ჯგუფია, ძალიან სერიოზული მაყუთი აქვს გატანილი. ალასანია ახალაიას კლანის კრიშა, ჩვეულებრივი და რამდენი ადამიანი იმალება იცით აი ამ ქოლგის ქვეშ. მთელი დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც საზოგადოებას უთვალთვალებდა, აწვალებდა, პრობლემებს უქმნიდა. ბევრმა არ იცის, მაგრამ ნუ კატეგორია ვართ ვიცით რა, მაგათ სახელები და გვარები. ესენი მალავენ დღეს მაგ ხალხს. ალასანია ჩვეულებრივ ციხეშია ჩასასმელი ახალაიასთან ერთად. მე მიგვერს სიჩუმით არის მარტო ეხლა თანაზიარი ბიძინა ივანიშვილთან. ჩუმათა სიჩუმე ისწავლა. ბიძინაზე არ იტყვის არაფერს. ყველაზე მეტი ხიტრაჟოპი იყო ალასანია. მე რასაკეთებდა იცით? სერგო თეთრაძე რომ მოკლეს. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ეგენი ერთად მუშაობდნენ რა და თავიდანვე იყო რა მათი დაჯგუფება ერთმანეთთან თანაზიარი რა. პირველი მივარდა გასაპროტესტებლად ალასანია თავდაცვის სამინისტროსთან. რატომ მივიდა იცით იქ? იმიტომ კი არა რომ სერგო თეთრაძის მხარდაჭერა იყო არა. მის ოჯახთან ყოფილიყო უფრო ახლოს, რომ პოლიტიკური ინფორმაცია აეღო, რომ მერე ახალაიებთან კოლაბორაცია ქონოდა. და როგორც კი შეიცვალა თავდაცვის სამინისტროში მთავრობა და ალასანია დაინიშნა იქ მინისტრად, პირველი რაც გააკეთა, სერგო თეთრაძის ოჯახში ბორკილების დამდები დააწინაურა და დანიშნა დაზვერვის უფროსად იქ. ეგ გააკეთა, რომ ცნობისთვის უნდა იცოდეთ რაშია საქმე თორეგან, ახლა მშენებლობაზე დაწერეს. ვიცი კაცო, სადაც არის არა, მშენებლობაზეც არის არა, საკეთებ ყველაფერი ზეპირად ვიცი. იქვეა ალასანიაც. მაგრამ ბაჩუ ახალაია მიდიოდა თურმე ნადარიშვილის განცხადებით პოლონეთში. ტომრები რო ეძდა და სტროიკაზე ემუშავა. საცოდა ბაჩუ ახალაიას. გულისამრევია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მარაზმია და იმ დონის დიდი მასხარაობაა რომ მეტი არ შეიძლება. მე მაგალითად საერთოდ არ უყურებ აი ამ პროკურატურის მიერ ჩატარებულ თეატრებს რა. მაგარი მეცინება ამ ყველაფერს რო უყურებ რა. რა კომენტარი უნდა გააკეთო ამაზე. ჯერ შეხედავთ ეს ბრიყვია, ბლაბსახ. თან რო ვიცი რა საქმეები უდევთ იმ პროკურატურაში და რაებზე თამაშობენ, საერთოდ ხო შენ გულისამრევია რა. ახლა უნდა გამოიყვანო ის მთავარი არხის ჟურნალისტი, უნდა გამოათრიო ესენი რა ქვია, ეს ახალაიას ცოლი და ესე ნაბუზრები და უნდა მიათრიო აი ამ ხალხის საფლავებზე. და იქიდან უნდა აკეთებიო კომენტარი თუ ტრაკები აქვთ რა. უნდა მიიყვანო მათი ოჯახის წევრები და მიუშვათ დატოვო იქ. ანდა ესენი ვინც აყავთ დაჭერილი, უნდა მოკიდო ხელი და ჩასვა იმ საკანში, სადაც ამ ხალხის მიერ გაუბედურებული ხალხი დღემდე ზის. თვითონ ბუნება გააკეთებს მერე თავის საქმეს. ხალხი ვინც უნდა იგდეს ციხეში სტროიკაზეა თურმე ეგრე დასაქმებული.
სტროიკაზე თუ რა ერთბაშად ის აგურს არ ათრევდნენ და ცემენტს ზევით. სტროიკაზე შოულობს ქალაქის მერი ფულს, სტროიკაზე შოულობს ყოფილი ოპოზიციონერი და ხელისუფლებაში მყოფი ალასანია ფულს, სტროიკაზე შოულობს ახალაია ფულს. ამგეს რო ვკითხო, ქვეყანა შენდება, მაგრამ რეალობაში ქვეყანა ინგრევა, აი გემის პრინციპია, რაც გითხარით რა. გემს წყალში ყოფნა კი არ ძირავს, არამედ წყალი რო შედის გემში, იმაში ძირება გემი. მდგომარეობა სახელმწიფოსი აი იმ გემს გავს, რომელშიც წყალი იმყოფება. იძლება ეს გემი, იძლება. მაგას არ უშველის არაფერი, არც ახალაიას დაჭერა არ უშველის და არც ამოტუმო არ უშველის იმ წყლის კიდე. ძიმე მდგომარეობაა რა, ძალიან დიდი ხვრელი გაქვთ ბიძია გაჩენილი იმ ადგილში. აი ეს დიდი ტორპედო გაქვთ. საწინააღმდეგოდ მიდიხართ ბუნების, კანონის, სამართალის და ღმერთის. მთელი თავისი საპატრიარქოიანად, მთელი თავის მე რას მაგონებს იცი ეს ყველაფერი, აი ისტორიული მომენტია როგორ კონსტანტინოპოლის დაცემას რა. აი ისე ვეცემით მთელი ერი, ეს არა მარტო ხელისუფლების დაცემა რა. და რითიც დამთავრდა კონსტანტინოპოლის დაცემა იცით თქვენ. საერთოდ მოხდა კულტურული ცივილიზაციის მოსპობა, სახელმწიფოებრიობის მოსპობა. და უკეთესი რო არ აღმოცენებულა მის ადგილზე ეგიც იცით. მაგრამ ამ თვისებელი მოვიდა იქ. და ითვისა ის ტერიტორიები. და ამათ ამ თვისებლები კიდე მოყავთ. იქედან და მოყავთ. და მოყავთ ძალიან ბევრი. ესეა. აი ეს ჩავწერე ეს ბლოგი. მინდოდა ჩამეწერა ეს ბლოგი. დრო არ მქონდა. არა უყურებ ამ მოვლენებს იმსახურებდა ეს ყურადღებას, ფართო მასებს როცა დააჩენი, ახლა რა კომენტარი უნდა გავაკეთო კაცო. ერთი ქვისკენ, ერთი მგლისკენ მოანა თქვამი რა. სახელმწიფოს აღარ გავს ხალხო. აი რა არის ყველაზე მეტად მიუღებელი რა არის ჩემთვის კიდე რა. კაი მოიყვანე დანიშნე რა უშიშროების მინისტრად გინდოდა რომ ყოლოდა სანდოპირი მამუკია მდინარაძე. ჯო რა არის პატივი მამუკია მდინარაძეს კი არც. შენ შეიძლება გინდოდეს რა მისი ეს წოდებრივი აღმატებულება, მაგრამ არ ხდება რა ასე. მამუკია მდინარაძეს არასოდეს ძალოვან უწყებებში არ უმსახურია. მამუკია მდინარაძე იყო ნაციონალური მოძრაობის პროკურორი. ეს არის მისი ეგრეთ წოდებული თქვენ ენაზე რო გითხრათ წარსული, ანუ ბექგრაუნდით, რავი როგორც უძახი, ბექგრაუნდი არ ვიცი, ინგლისური ენა არ ვიცი. ბიჭო, ჯერ ოფიცრად დანიშნე რა. მიანიჭე პირველი წოდება, ლეიტენანტის წოდება მისცეს. ისე წესით უმცროსი ლეიტენანტიდან უნდა დაიწყოს ათვლა. მაგრამ ამგენმა უნდათ და მისცეს ლეიტენანტი. მე ახლა გუშინ წინა ცხადებენ რომ პრემიერ-მინისტრმა ერთხელში ორი წოდება მისცაო და თურმე კაპიტანი და მაიორი მიუწია. და გადაიყვანაო, თურმე გახდა ახლა ეს უფროსი ოფიცერი გახდა. დედას გეფიცებით აი შერყეული ვარ. არა იმიტომ კი რომ მიკვირს, მე არაფერი არ მიკვირს. მაგრამ აი რაღაცა პატარა შეინარჩუნე რა. არსებობს წესი არსებობს ამ წოდებების მინიჭების. წესი არ სახელმწიფოში კი ყველაზე უწესო სახელმწიფოშიც კი არსებობს წესი. მაგალითად როგორი წესი არსებობს, იცი, აი უმცროს ოფიცერთა ოჯახში შედის ლეიტენანტიდან დაწყებული კაპიტნამდე, მაიორამდე. და არსებობს როგორც ლეიტენანტი, მერე უფროსი ლეიტენანტი, მერე კაპიტანი და მერე მაიორი. მერე გადადის ისინი იქეთ ვიცე-მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი,
პოლკოვნიკი ეს უკვე უფროს ოფიცერთა ოჯახია კატეგორია. და ოფიცრობამდე მე არის იქვე სერჟანტთა კატეგორიაა და უფრო ქვევით კიდე. ახლა მე არ დავდგები არ აქვს ამ იერარქიას, მაგრამ რომ მოიყვანე და ლეიტენანტად რო დანიშნე და მიეცი წოდება 3 თვის წინ. და დღეს რო გამოდიხარ და კაპიტანი და მაიორი მიეცი წოდება. უფროსი ლეიტენანტი სად გამოდიყვე? თუ ლეიტენანტიდან მაიორამდე, კაი კაპიტანიც მიანიჭე, მაგრამ გადაახტი? ოლიმპიადა კერაში ჩემის მოტყუნო. თითო წოდებას თავისი დრო აქვს ნამსახურებების მიხედვით. ჯერ 3 წელია, მერე 4 წელია, მერე 5 წელია. 3 თვე არ ყოფილა უწყებაში და უკვე კაცო 2 წოდება მიეცი. მერე მეორე იმ წოდების მინიჭებას შენ უფლება გაქვს, ვინც არ უნდა იყო 1 წოდებით მეტი მისცე, 2 წოდებით, 3 წოდებით გადახტომა, 4 წოდებით არ შეიძლება ასე შექმნა. ყველაფერს თავი დაანებე. შენ რო გქონდეს ამის შექმნის უფლება არა გაქვს. მაგრამ როც გქონდეს ბიჭო იმ ხალხს მაინც ეციპატი, ვინც წლების მანძილზე მიდის ამ კარიერულ კიბეზე. ასე არ შეიძლება რა. ვერაფერი კომენტარს ვერ გავაკეთებ. უნდათ ასეთი სახელმწიფო, უნდათ ასეთი მმართველობა, უნდათ ასეთი მეზღაპრეები და მე რაიცი ყველაზე დამამცირებელი კიდე რა არის რა. ესე იგი მისცეს ახლა ეს მე ვიტყვი რომ მაიორი ხომ მისცეს და გენერლის წოდებაც მიეცი და გენერალ-მაიორი იქნება კაცო. მაგარი იქნება გენერალ-მაიორი გეყოლებათ. მამუკი. და უცებ გამოდის რა. წოდება მინიჭებული და არავისო არაფერი არ შეგეშალოთ და ყველანაირ კორუფციულ გარიგებასო ჩვენო გავხსნით. ოხ რა ბრუტალურია. რო არ ვიცოდეთ ვინაა კიდე. თავი რო ის გონია რა ქვია შტირლიცი. ბრიუს ამას. დებილს. სად მივიდა არ იცის. თქვენ თუ გონიოთ უკეთესია რამენაირად ახალაიას. ზუსტად ის შემთხვევა არის. რასაც იკადრებდა ახალაია, იმას იკადრებენ ესენი ზუსტად. ერთადერთი ახალაია პუგალად რო არ ნდომოდათ, აი პუგალას როლში რა, პუგალა უკაცრავდა. საფრთხობელად რო არ ნდომოდათ და საქმევდნენ ქართულ ოცნებაში. და იქნებოდა ქართული ოცნების ღირსეული წევრი, შემეტი არაფერი არ ჭირდებათ, მაგრამ იხათხი. ეგარი. აი ეს ახლა ქართულ ოცნებას მორალს ვერ წაუკითხავ. ზუსტად ის მომენტები მიდის ქართულ ოცნებაში, რაც მიდიოდა ნაციონალურ მოძრაობაში, სანამ ჩამოემხობოდნენ, ზუსტად ის მომენტები მიდის. მაგალითად ის რომ ურთიერთბრძოლები აქვს დაწყებული. როგორც მერაბიშვილი ებრძოდა ახალაიას, ახალაია მერაბიშვილს, ესენი კიდევ კეზერაშვილს. აი ზუსტად ესეთი რაღაცები ხდება რა. კობახიძე ებრძოდა ხარიბაშვილს, ხარიბაშვილი ებრძოდა კობახიძეს, კობახიძის ანკლავი ებრძოდა ხარიბაშვილს, ხარიბაშვილის ანკლავი კალაძეები ეს ლილუაშვილები ესენი ებრძოდნენ კობახიძის ანკლავს. ზუსტად ესეთი უწყებრივი ბრძოლები როგორ დავარქვა, მაგრამ ნუ ისინი ხო უწყებებს მართავდნენ. ზუსტად ისეთი სცენარი ხდება ეგ მეტი არაფერი არ ხდება. მე პირადად მიცოდება ის ხალხი, რომლებიც ამათ დაქვემდებარებაში არიან. და გახდნენ თანამონაწილეები ამ უწყებრივი ბრძოლების და ომების. ცოდვები არიან. არა უშავს რა. ყველა იმას იმსახურებს არის ატანის უფლებასაც აძლევს. აბა რა უქნა ზოგი იტყვის, აბა რა უყო. ვერაფერს ვერ გეტყვით რა.
ყოველთვის არის გამოსავალი. ადამიანი მიტო ხარ და მიტო მოგცა უფალმა თავისუფალი ნებაც და გონებაც რეზისტენცია გააკეთო უსამართლობასთან. შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთო. შენი გადმოსახედიდან უნდა იბრძოლო. და ამიტომ არსებობს იქაც რაღაცა ცალა, რომ რაც შენთვის წარმოუდგენელია სიმართლის მხარეს თუ იბრძვი გაგაძლიერებს, აბა ახლა მარტო ვინ მორევია გიგანტებს. იმიტომ არსებობს ბიბლიური ვისთვის თქმულება, ვისთვის რეალობა, გოლიათზე და დავითზე, ხო? რაც შეუძლებელი არის კაცისთვის, ის არის შესაძლებელი ღმერთისთვის. შინაგანი ხმა შენი თუ არ გიძახის და არ გწყემსავს და არ გდენის, თუ არ გაიძულებს, რომ გვემაში ყავდეს შენი სულიერი და ხორციელი სამყარო, მაშინ ძალიან მარტივია ცხოვრება. მიდი და სადაც დინება გაჭრის კალაპოც გაყევი რა. დღეს გაბოზდი, ხვალ გაპროჭდი. და ესე რა, მოედევი ცხოვრების ქანებს და დაკარგე შენი მეობა. ვინც უყურებს ამ ვიდეო ბლოგს, მე ვთხოვ, რომ გამოიწეროს ეს და მიიტანოს ფართო მასებამდე და ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცი, რომ ზოგი ახლა მშენებლებს რო აკონტროლებენ და ჩუმჩუმად იყურებიან ტელეფონში მიყურებენ აქედან მტრები მიყურებენ, მეც უყურებ მტრებს. მე თქვენ ერთ რაღაცას გეტყვით, ჩემო ძვირფასო მტრებო, მე თქვენ არ გიბრაზდებით, მე მადლობელი ვარ თქვენი, რომ თქვენ რო არ ყოფილიყავით, ხო? მე ჩემ თავს ამ დონეზე ვერ მივიყვანდი. თქვენ ჩემი თავის დახვეწაში ბევრჯერ დამეხმარეთ. ბევრჯერ. ჩემი ხასიათით, შეუგუებელი ხასიათით და თქვენი პროჭობებით, იმიტომ რომ თქვენ რო ეს პროჭობები ჩემთვის არ გეკეთებიათ და ფეხი არ დაგიდოთ, ხო? ჩემ თავში მე დიდ რწმენას ვერ დავინახავდი რა, ღმერთის დახმარებით რა თქმა უნდა. და საბოლოოდ მინდა გითხრათ ის, რომ ეხლა ის ჩუმად იყურებით მაგიდან ამ ტელეფონებით და მაგინებთ და მლანძღავთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემმა ღმერთმა მულცა იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ თქვენზე გაცილებით დიდი მტერი ჩემი. ამ დიდი მტრის გვამი იმ მდინარეში ჩაიგდო და ჩამოეტარებია, რომელსაც მე მარტო კი არა, თქვენც უყურებთ. თქვენი ადგილი კიდე დარჩენილია. ნარწმუნებულები იყავით, თქვენ ხო იცით, რომ თქვენ სინდისია და ნამუსია საქმეს არასდროს არ აკეთებთ. ჩემი როგორც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ თუნდაც. მე აუცილებლად გნახავთ თქვენ იმ მდინარეში ახალაიასთან ერთად დინება რო წამოგიღებთ. ერთი წამით არ შეგეპაროთ ეჭვი, რომ მე თქვენ არ შემეცოდებით. და ქრისტიანული მორალით მე თქვენ არასოდეს არ მოგიტევებთ. პირიქით. სამწუხაროდ გვამები ტივტიობენ. ტივტიობენ გვამები. გვამი და ნეხვი ტივტივებს. თორა არც ატივტიო და არ მემეტებით თქვენ უნდა იყოთ ფსკერზე იქ ქვევით, სადაც ახართ. მადლობთ ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს ყველას, სიჯანსაღეს გისურვებთ ყველას და სისუფთავეს საზოგადოება უნდა გაიწმინდოს რა, ნამდვილად რა, ისეთი ბოროტებისგან, რასაც ეგრეთ წოდებული ახალაიები და მათი ანკლავი და ბოროტმოქმედა და დაჯგუფება წარმოადგენს საქართველოში. ძალიან ბევრი ადამიანი გადაცმული მშენებლობებზე, ამაზე შეფარებულები ზიან და უყურებენ და ელოდებიან მომენტს, როდის ქვეყანაში აირევა. თავისი საქმე გააკეთო. 2012 წელს ახალაიას და იმ დაჯგუფებებს ახლა მშენებლობებზე რო იმალებიან. განაღმული ქონდათ საქართველოში ხიდები, გზები და სტრატეგიული ადგილები. ბრძანებას ელოდებოდნენ, რომ აეფეთქებიათ ქართველი ერი.
ქართულ ოცნებას ამაზეც აქვს ინფორმაცია. მაგრამ ყველა დუმს. ხმას არ იღებს. ჯერ არა აქტუალური თემა არის. ამას ცოტა ხნის მერე გავიგებთ, უფრო მეტი რო გავუჭირდებათ. დრო გადის. დრო აქტუალობას ბევრ რამეს ართმევს, მაგრამ თქვენ კოლაბორაციას ეს შემონახვას ურთიერთდანაშაულის და ნელ-ნელა მიყიდვა საზოგადოების თვალში ეს პოლიტიკური ნიშნით, რომ ყოფა გაიგრძელოთ. აი ამას ვერ გაათეთრებს. და ვერ გახვალთ ფონს. მე გეუბნებით აგერ ამას თქვენ, იმიტომ რომ თქვენ დაკარგეთ ერთი რაღაცის აღქმა, თქვენ გადადით ფეოდალიზმში. ფეოდალიზმში გადადით, სერიოზულ ფეოდალიზმში გადადით. ივანიშვილი არ არის ის პერსონა, რომელიც თავის ტახტრევანს შეინარჩუნებს. კარგი შეინარჩუნებს 4 წელი, 5 წელი. შემდეგ ეს როგორ გითხრათ ეს ბუნებრივად მოიტანს რა, ფიზიოლოგია, ცვლილებებს. დემოკრატიულ სამყაროში ეს არ არის დამოკიდებული ფიზიოლოგიაზე, აქ არის პოლიტიკური ქვეწყობა, ტანი, რომელიც ცვლის შიდა ორგანიკას და ეს თქვენ იგნორირებული გაქვთ. თქვენ გადადით მმართველობის ფეოდალურ კლასზე. ახლა სანამდე იმ პატარა ივანიშვილს მოიყვანთ და დასვამთ იქ, მანამდე ძალიან ბევრი რყევები გიქნებათ. და ძალიან მყიფეები ხართ თქვენ თვითონ როგორც ხელისუფალი, რომ ეს ფეოდალიზმი თქვენ აი ამ დონეზე გაიправოთ. ძალიან დიდი გამოცდა ელის თქვენს ეგრეთ წოდებულ ფეოდალიზმს. ბურჟუებო, სირებო. და ძალიან დიდი არეულობები იქნება. და ესე გაუჭირდება ქვეყანას რა. სტაგნაციური პერიოდია, კი ის მკვლელები იქ ზიან, მშენებლობები ესენი ისინი სადაც არიან ჩასაფრებულები, მაგრამ თუ ვინმე მისცემს იმათ საკვებს, თქვენი კონტროლის ზონიდან გავლიან ეს ხალხი. არავინ არ იცის ეს ხალხი სად გამოიყენებს თავის პროფესიას. მე ახლა გინდი გყავდეთ და გინდი მისიქეთ. და პრობლემა არის. ამის თქვა მინდა მე ძალიან ბევრი შეკითხვებია რა. ეს არ არის პატარა საქმე. ეს ძალიან სერიოზული საქმე არის. ეს ასაწევი საქმე არის. ამაზე უნდა იფიქროს ყველა. ვისაც აქვს ელემენტარული იმის უნარი, რომ თუნდაც აი ის კოცი, რომელიც ზის იქ იმ ოპერატიულ სამყაროში. ის ხო არ ფიქრობს, რომ მაგალითად დღეს და ხვალ როგორ არის უცოტა მოვლენებს იქეთ უყურებს. ერთვა ბიზნეს მოვლენებზე საყურებელი არაფერი არ აქვს, ბოლოს და ბოლოს ჩაჯდება იმ თვითმფრინავში და წავა რა. ვინც უნდა დარჩეს იმან ხო უნდა იფიქროს ამ ყველაფერზე. ეს ასეთი ფორმა არის რა, როგორც ოპერატიული დაზვერვის, ის პოლიტიკური წყობის, გინდა მონარქიული წყობის ცვალებადობა, როცა ხდება ერთმა კლასმა მეორე თუ არ მოსპო, აი ხა რასაც აკეთებთ. თქვენ პოლიტიკურ კლასში აკეთებთ ამას. ის თუ არ მოხდა ქვედა დონეზე, ხო? ამას ექნება ძალიან ცუდი რეინკარნაცია. ესე გადამალვა ამ მკვლელების პასუხგაუცემლად კი გამოიწვევს ეს სერიოზულ შურისძიებას. ეს ისეთი შურისძიება არ იქნება რა. ეს საფრანგეთში გამოზრდილმა დედოფალმა სალომე ზურაბიშვილმა რო გააპარა ურია. ქართველი ერის მომწამლავი ნაბოძვარი შაიშმელაშვილი. იზროზიის იქედან და ლაპარაკობს რაღაცებს სირობებს. აი ესეთი შურისძიება არ იქნება. ამას იქნება ძალიან სერიოზული ფიზიკური სახე მიცემული. ეს ხალხი უკვე მომწყობია ქვეყანაში ძალიან ცუდი რაღაცეების. ის შეიშმელაშვილი ერთი ულტრაკოსირია. ის არავინ არ იყო, არც იქ და არც იქ. უდიოზი იყო ჩვეულებრივ და ეს ხალხი, ვინც მშენებლობაზე მუშაობს,
დღეს აი ისინი კი არიან ცუდი რაღაცების მკეთებლები ამ ქვეყანაში და მათი საქმეები მე ვფიქრობ კარგად იციან უბრალოდ არ ჭირდებათ მათი მოკითხვა დღეს ამიტომ ამ ხალხისგან იქნება რა პასუხი აუცილებლად იქნება ისინი იმ ხალხს წამოყვარს საკუთარი თავი უკრაინაში წავიდნენ მეომრებად არა აქ საქმეს ისინი არ გააკეთებენ ისინი წყნარად იქნებიან მშენებლობაზე სანამ საქმეს არ დაჭირდებათ მე ნახავთ სადაც იქნებიან მაგ ხალხი ამიტომ შევხედავ დავაკვირდები თქვენს ურთიერთ ბრძოლებს რა სამშენებლო კორპუსის პირად შემადგენლობასთან მეცინება თქვენ დედაატირებულება აი თქვენ ახლა გელაპარაკებით რა ვინც ახლა მუწყებებში არის და ოპერატიულ სამყაროში არის და კი იცის მერაზე ვლაპარაკობ ძალიან კარგად იციან როგორც იქ მშენებლობის თემას ჩართულმა ნაბუზრებმა ისე ამ უშიშროების ვირთხებმა იციან მერაზე ვლაპარაკობ შეიძლება საზოგადოების ფართომას ვერ ხვდება ამას მაგრამ იმათმა იციან მერაზე ვლაპარაკობ უბრალოდ მე ვფიქრობ მე არ ვაპირებ თქვენ შორის შუღლი და ბოროტება გავაღვიო თქვენ ისედაც შეგჭამთ თქვენ ნაკეთების საქმეები მაქვს მაგრამ მე ერთ რაღაცას მივიჩნევ რა რომ თქვენ არ ადამიანებს მშვიდობა ვერასოდეს ვერ ექნებათ არ არის რა ეს ასე არ ერკვევა მშვიდობა თქვენ რო გონიათ ისეთი აზრისით ძალიან ბევრი ხალხი გიყურებთ თქვენ ძალიან ბევრი ვიღაცებს გაუკეთეთ ცუდი თქვენ რომ შვიდად ცხოვრება დაიმსახუროთ ციხეში თბილად გატარებული წლები თქვენ ეს არა ინდულიგენცია ეგ მოამასე გმადლობთ შევხვდებით ჩვენ აუცილებლად